რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების და მსოფლიო გეოპოლიტიკის ფონზე საქართველოში შენარჩუნებული მშვიდობა და გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები. პარლამენტში პოლიტიკური განცხადებებისთვის განკუთვნილი დრო დეპუტატებმა ძირითადად ამ საკითხებზე სასაუბროდ გამოიყენეს. პოლიტიკურ დებატებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთში მისი ვიზიტი შეაჯამა და აქცენტი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყნის საქართველოს 6 თვის გეგმებზე გააკეთა. ქართული ოცნების დეპუტატებმა კი საპარლამენტო ტრიბუნიდან ევროპა ორმაგ სტანდარტებში და ოპოზიციის რადიკალური ფრთა გარე ძალების დავალებით ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულეს. პარლამენტის სხდომაზე ფრაქცია საქართველოსთვის წევრებმა მმართველი გუნდი გააკრიტიკეს და 20 ივნისის და ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს. ბრალდებებს ქართულ ოცნებაში უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობის პოსტზე გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით საქართველოს სოფელ ჩორჩანაზე ეფექტური კონტროლი დაკარგა. ბულგარეთისგან საქართველოს პარლამენტმა გადმოიბარეთ ასამბლეის თავმჯდომარეობა შემდეგი 6 თვის განმავლობაში. წარმოადგენთ მათ შორის ჩვენი თავმჯდომარეობის პრიორიტეტები, რაც გახლავთ დაკავშირებადობის, ეკონომიკური თანამშრომლობის, საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერება და ხელშეწყობა. Ქონდა საინტერესო შეხვედრები ასამბლეის ფარგლებშიც და ის მომხრივათაც. მომავალ ზაფხულში უკვე საქართველოში გაიმართება ეს ასამბლეა და ჩვენ გვინდა რომ ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობა გამოიყენოთ იმისთვის რომ შავი ზღვა, შუა დერეფანი, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდი კიდევ უფრო წინ წავდიოთ მის საპარლამენტო განზომილებაში. ჩვენ ვხედავთ როგორი გეოპოლიტიკური რყევებია მსოფლიოში. ფაქტობრივად ცეცხლის რკალში მშვიდობის კუნძულად გადავიქეცით. და როგორი საწყენია, როგორი მოსათმენია რომ აი ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ აი ამ უახლოეს ისტორიაში ასე ხანგრძლივად შეინარჩუნა მშვიდობა აგენტურად გადაქცეული უცხო ქვეყნისაგან, უცხო ქვეყნის ძალებისაგან მართული ადამიანები ასე დაჟინებით ცდილობენ საკუთარი სამშობლოს დაქცევას. და ოღონდაც არ შერწყნენ თავიანთი პატრონების წინაშე და მათთვის ოცნებად გადაქცეულა, ნატურად გადაქცეულა ბომბების წვიმა. დიახ, ჩვენ გვინდა ევროპა, გვინდა ჯანსაღი ევროპა. ჩვენ მივილთვით აი ამ ჯანსაღ ევროპულ ოჯახში, რომელიც არის გაჯერებული ქრისტიანული ფასეულობები და არა ყალბ ნარატივებზე აგებულ ოჯახში. თუ თავად საქართველოს ხელმძღვანელობა აღიარებს ამ საგუშაგოს განთავსებას შეცდომად, მაშინ ერთადერთი სწორი და ლოგიკური გადაწყვეტილება ამ საგუშაგოს აღება იქნება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან. ეს არის ბატონებო ცხინვალის დე-ფაქტო მარიონეტული რუსული რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელის იგორ კოჩიევის სიტყვები. რას გულისხმობს კოჩიევი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაში? არც მეტი, არც ნაკლები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას. როგორ ხსნით იმ ფაქტს, რომ საოკუპაციო რეჟიმის ეგრეთ წოდებულ პროკურატურას და საქართველოს პროკურატურას ერთი და იგივე პრეტენზია აქვთ გიორგი გახარიას მიმართ. სიმართლე კი არის ის, რომ გიორგი გახარიამ საპოლიციო საგუშაგოს განთავსებით მცოცავი ოკუპაცია მშვიდობიანი და კანონიერი მეთოდებით შეაჩერა და საპოლიციო საგუშაგოს განთავსებით ქვეყანას შეუნარჩუნა კონტროლი ჩვენს მიწებზე. ის კი არ არის პრობლემა სეპარატისტული მხარე რას ამბობს. პრობლემა ის არის რა შედეგი დადგა. ამას ვამბობთ ჩვენ. თორემ ჩვენ კი არ დავკარგეთ ეს ტერიტორია, ეფექტური კონტროლი დავკარგეთ ამ ტერიტორიაზე. ეფექტური კონტროლი დაგვაკარგინეს ამ ტერიტორიაზე, თორე ჩვენ ეგრე ცხინვალიც არ დაგვიკარგავს. ცხინვალზე არა გვაქვს ეფექტური კონტროლი და არანაირი კონტროლი. და მანამდე, ვიდრე ამ საგუშაგოს ჩადგმა მოხდებოდა, ეს ეფექტური კონტროლი არსებობდა. არ არის შორს ეს სოფლები და შეგვიძლია ერთად მივიდეთ და კიდევ ერთხელ ვკითხოთ ამ ხალხს. შედიოდით თუ არა ამ ყოფილ საკოლმეურნეო ტყეში და გამოქონდა თუ არა ხის მასალა იქიდან. გიპასუხებენ დიახ, შევდიოდით და გამოქონდა ხის მასალა. არსებობდა იქ საგუშაგოები იმ სიმაღლეებზე მანამდე? არ არსებობდა. ახლა ეს სიმაღლეები მთლიანად ამ საგუშაგოებით სეპარატისტებს დაკავებული აქვთ.
ეხლა რო შევიდნენ, ეხლა ნამდვილად გადაიყვანენ იგი ცხინვალის რაღაცა სეპარატისტულ იზოლატორში და უზარმაზარი ძალისხმევა შეიძლება დაგჭირდეს იქიდან ადამიანების გამოხსნისათვის. ამაზე არის საუბარი.